ნუ ფოტოგრაფიაში შენ ხარ რა, ანუ გადაიღებ, გააფუჭებ, კარგი გამოვა შენია რა. ერთხელ შეიძლება გაარტყაო ფოტოს, ანუ ვაფშე რა პრობლემაა, ყველა შეუძლია გაარტყოს, მაგრამ ამის სისტემატიზაციაში მოყვანაო და სულ რო კარგი, ანუ სულ რო ეგ არისო მთელი ამბავი. აი რაღაც ღვინოს რო შეანჯღრევ და აი რაღაც ხო იცი არომატებს რო წამოიღებს, რაღაც აი შეანჯღრევა გამიკეთ. თავისი ფილტრი აქვს რა, აი რო იღებ ყვითელი ფილტრი აქვს რა აზიას რა. კი და ხან არის რომ ცოტა ხანი დადექი და უყურე, ყოფს გადაღებას აზრი არა აქვს. ისეთი რაღაცები მაქვს არჩეული ცხოვრებაში, რომ ანუ ჩემთვის ფული ისეთია რა, ანუ არასდროს არ მექნება რა. აიღო ეს ჯოხი და ამ ჯოხით მომზდევდა. მიქნევ და ამ ჯოხებს და ქუჩაში ვდგავარ და მეთქი სორი და რაღაც ანუ აი ბოდიშია. გუთვლიან რომ შენ რო ფოტოს იღებ, რაღაც მისი სულის ნაწილი თან მიგაქვს. რომ გაძლევს ისეთ შესაძლებლობებს და ისეთ მომენტებს, რომელსაც შეიძლება ვერასდროს ვერ დაგეგმო. გამარჯობათ, ვაგრძელებთ ჩემს რუბრიკას ადამიანები ლელის ფოკუსში და დღეს ჩემი სტუმარია ერეკლე სოლოღაშვილი. ხო სწორად გუსახელი და გვარი. სულ პრობლემა მაქვს ხოლმე. გამარჯობა. მადლობა დაპატიჟებისთვის. ესე ერეკლე ყავს სტუმრად, იმიტომ ეს არის აი ძალიან საინტერესო ადამიანი. მისი აღქმა სამყაროს მიმართ არის მრავალფეროვანი. შედის როგორც გადაღება ამ ყველაფერში. გაცნობიერება და შემდგომ ამის დამუშავება, მოწოდება და საერთოდ მე მგონი ძალიან ბევრ რაღაც გაინტერესებს. მათ შორის როგორც მოგზაურობა, როგორც ტექნოლოგიები, ტექნიკები, ძველი, ახალი და ამის გარდა მიმდინარე მოვლენებსაც აშუქებ, ხო? ასე თუ ისე კი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთვის ვცდილობთ. სადღაც გასართობად. არა დღეს იმისთვის რომ ვეცადოთ, მოკლედ ყველა ჩვენთვის ვცდილობთ და მოდი დავიწყოთ თავიდან. გამარჯობა. გამარჯობა. კიდევ ერთხელ მადლობა დაპატიჟებისთვის, მიხარია რომ აქ ვარ, მადლობა ერეკლე რომ მოხვედი და მე მგონი ძალიან მაგარი რაღაც გამოგვივა, იმიტომ რომ შენი ფოტოები არის ძალიან საინტერესო, რატომაც მინდოდა შენი გაცნობა და გაცნობა მინდოდა ესე. იმიტომ რომ მარტო არ მინდოდა რომ გიცნობდე, კიდევ ვიღაცები მინდოდა ბევრმა რომ გიცნობდეს და მოდი დავიწყოთ თავიდან. რატო ფოტოგრაფია საიდან დაიწყო ეს ამბავი? ესე რაღაცა გაცნობიერებულად რომ აი ბავშვობიდან რაღაცა მინდოდა, არც ოჯახში არ იყო არავინ რა, ერთადერთი ჩემი ძმა რაღაცა იღებდა ხოლმე და მე მგონი თავის დროზე აქვს შენი კურსი გავლილი კი, აი ძალიან ადრე რა, არ ვიცი რამდენი წლის წინ. ნუ მე რაღაც ჩაბარების დრო რომ მოვიდა და მივხვდი რომ ჩემგან არ გამოვიდოდა ამ ბუღალტერი ან რაღაცა ისეთი პროფესია რომელიც რაღაცა ერთ ადგილას უნდა მჯდარიყო და რაღაცა გადავწყვიტე ჩამებარებინა საოპერატოროზე თეატრალურში და რაღაცა ეს ვიდეო რაღაც გადაღება მაინტერესებდა და იქ უკვე ფოტოგრაფიით აბარებდი რა, ფირს გაძლევდნენ, ერთ ფირს წაიღებდი დილით და საღამოს მიიტანდი გადაღებულს, მე თვითონ გაამჟღავნებდნენ, დაბეჭდავდნენ ამ ფოტოებს. ხო, თვითონ ამჟღავნებდნენ, დაბეჭდავდნენ. სად აქ საქართველოში? თეატრალურში, ხო, ეგრე იყო ჩაბარება, შიდა გამოცდა რა. და მე დაგიბარებდნენ და შენ ფოტოებს დაალაგებდნენ და რა გადაიღე, უნდა მოგეყოლა რა. ნუ რაღაც ეგრე ჩავაბარე და მანდან დავიწყე ფოტოების, მაგიტო დავიწყე ფოტოების გადაღება რეალურად, რომ ჩამებარებინენ. მე რაღაცა რომ შევყევი და შევყევი ძალიან დამაინტერესა ფოტოგრაფიამ. თან ლექტორიც ისეთი აღმოჩნდა რომ უფრო ფოტოგრაფიას კი მამუკა მუჩიაშვილი ტელევიზიის ოპერატორი არის, მაგრამ ნუ რეალურად ფოტოები ძალიან აინტერესებდა და ძალიან უყვარდა რაღაცა ფოტოგრაფიას საუბარი, ფოტოგრაფიის სწავლება და მანდენა რაღაც მეც შემიყვარდა და ნუ ოპერატორი გავხდი, მაგრამ პარალელურად ყოველთვის ფოტოაპარატი მედო ხოლმე რა, ანუ სადაც არ უნდა წავსულიყავი რაღაც გადაღებაზე, აი ფოტოაპარატი აუცილებლად უნდა მქონოდა და და რაღაცა მე უკვე დიდი ხანი ოპერატორი ვიყავი, თან პარალელურად ფოტოებს ვიღებდი და მე რაღაც პერიოდში გადავწყვიტე რომ ხო რა ეს ოპერატორობა ცოტა არ მინდა. იმიტომ რომ ძალიან ისეთი საქმეა რა, ანუ მარტო შენზე არ არის რა დამოკიდებული, ძალიან დიდ ჯგუფზეა დამოკიდებული და მე იქ რაღაცა არ მოგწონს და ნუ ფოტოგრაფიაში შენ ხარ რა, ანუ გადაიღებ, გააფუჭებ, კარგი გამოვა შენია რა, ანუ შენი პასუხისმგებლობა ხო რა, დაგეგმავ იმას ყველაფერს და ოპერატორობაში ეგ არ ხდება რა, ანუ ძალიან დიდ ჯგუფზეა რა ლაპარაკი და აგიტო მერჩივნა რომ აი ეს დამოუკიდებლად მეკეთებინა. რაღაცა და ნუ ხო რა საბოლოოდ ესე ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მან ფოტოშორის ძალიან დიდი სხვაობა არის. როცა მუშაობ ხომ ოპერატორთან ერთად, ოპერატორი აქეთ რო დგას, მე ყოველთვის იქით ვდგე. რაღაცა სხვადასხვა კადრები გვაქვს. იმიტომ რომ წერტილი სხვა არის, მას მარცხენაში მე მარჯვენა, ნუ მოკლედ ძალიან საინტერესო. მეც ზუსტად იდენტურად ფოტოგრაფია იმიტომ ვარჩიე ჩემ ცხოვრებაში, რომ
მე თვითონ ყოფილიყავი ჩემ თავის ბატონ პატრონი და იმიტომ რთულია ძალიან ჯგუფში და გუნდში მუშაობა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი დრო, გამოცდილება და იცი რა უნარი. მე ერთხელ ვიყავი რაღაც სამსახურის უფროსი და მყავდა 4 თანამშრომელი და მან მივხვდი რომ ვეღარ ვიქნებოდი ანუ მოკლედ წყარა თუ არ ჩემთვის გემრიელად. არ ოპერატორობის დროსაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, რაც რეალურად ხო, ერთი და იგივე საქმეა რა, ორივე გადაღება რაღაცა და ანუ ერთი მეორეს არ უშლის რეალურად ხელს, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი უნარი მომცა, მაგალითად რაცაც მე ფოტოგრაფიაში ვიყავ, თუნდაც რაღაც თან ოპერატორობითაც დოკუმენტურში ვიყავ, მაგ ეკოფილმსი თუ იცი, ნიკა ციკლაურდა, მაგათან ასისტენტად დავიწყე და რაღაც და ამ იმხელა დისციპლინა მომცა და იმხელა რაც ეს მუშაობის ის რომ ან ძალიან მომწონს ეგრეც რა ანუ ესე პირდაპირ ფოტოგრაფი ვყოფილიყავი შეიძლება ვერ მეპოვა ეგ დისციპლინას რამე საქმეში რა და ეგეც საინტერესოა აქვს მაგას თავისი ხო დისციპლინა მაგრამ სამსახურის ხოთა შორის ძალიან კაია თავიდან რომ მეც პატარა რა ვიყავი და ფოტოგრაფია რომ დავიწყე მეც ფაქტურად სამსახური დავიწყე და მაგ დისციპლინა არის ის რაც გაძლევს შენ მუდმივ პროცესში ყოფნას იმიტომ რომ ეს პროცესი არის როგორი თემა იცი აი მე მაგალითად სტუდენტები ვიცხავს და მოსწავლეები ვუხსნი რომ ფოტოგრაფია სწავლა კარგია რომ გინდათ მაგრამ გააქვთ ამისთვის დრო? დრო ნიშნავს იმას რომ სულ უნდა აკეთო ფოტოგრაფია ანუ ეს არ არის რომ ხა შენ ერთხელსა გააკეთე და ეხლა ჩვენ მივალთ იმ ადამიანამდე რომელმაც ძალიან საინტერესო რაღაც თქვა აქ ეთერში და ხშირად ვიმეორებ მას მერე გურამ წიბახაშვილმა ესეთი რაღაც თქვა რომ ერთხელ ხო ნამასტე ანუ მთელი ამბავი კი მთელი ამბავი აქ იყო და ესეთი რაც თქვა გურამმა რომ ერთხელ შეიძლება გაარტყაო ფოტოს ანუ ვაფშე რა პრობლემაა ყველა შეუძლია გაარტყოს მაგრამ ამის სისტემატიზაციაში მოყვანაო და სურო კარგი ანუ სურო ეგ არისო მთელი ამბავი თორე მას ეხა ერთხელ რაღაცას თუ გადაიღებ და კაი გამოვიდა ძალიან კაია და ეგ არის რა ანუ მუდმივი მუშაობა არის საჭირო და ფოტოგრაფიას განსაკუთრებით მუშაობა ჭირდება ფიზიკურად ანუ უნდა გახვიდე გარეთ თუ სტუდიაში სადაც არ უნდა იყო მაგრამ უნდა აკეთო საქმე ყოველდღე ძალიან იმიტომ რომ ხანად ვერ გაიზრდები ხო ანუ რავი რო არ მიყვარდეს ეს საქმე, არ ვიცი, ანუ რაღაც ანაზღაურება, რაღაცა მეცინება რა, ანუ არანაირ ანაზღაურებაზე არ ვიმუშავებდი ალბათ რა, თუნდაც იმ დოკუმენტურ ფილმებზე ან რაღაცა ისეთი დატვირთვა იყო ხოლმე, რომ აი ხან მიფიქრია, რომ რისთვის ვაკეთებ რა, აი მანქანაში მჭდარ ვარ, ძალიან დაღლილი, უკვე რო ითიშები. მაგრამ კიდე დარჩენილი გაქვს ალბათ რაღაცა 1-5 საათი სამუშაო და ანუ არა გაქვს რა რესურსი რა გრძნობს და აი რისთვის ვაკეთებ ამას მიფიქრია და მეთქი ახლა მოვაბრუნებ მანქანას წყალსახში დავიძინებ მაგრამ არა მაინც მოდი მივალ და ხო მეტყვი პასუხისგებლობის თემაც არის რაღაცა გითრევს რა მაინც იქით რა ეს ფიქრი არ ვიცი ეგრე არის კაი სამსახური რომ მე შენ გიყვარ სამსახურში რომ მუშაობ და აკეთებ ეს ნიშნავს იმას რომ ეს სამსახური უფრო მეტია ვიდრე ანაზღაურება რა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე მიდიხარ იქამდე რომ არანაირი ანაზღაურება ამას ვერ გინაზღაურებს. აი ოსა მე მუშაობდი პრეზიდენტთან მაშინ საჯარო სამსახურის თანამშრომლებს რაც ქვია ძალიან დაბალი ხელფასი აქვს ფაქტურად დღევანდელი გადმოსახედიდან ეგ ხელფასი შეიძლება ერთ გადაღებაში ან ნახევარ დღეში შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა მაგრამ ამას აკეთებ უანგაროდ ფაქტიურად იმიტომ რომ თუ არ გჯერა ამას რატო აკეთებ და თუ არ გაქვს შენი თავის мотиваცია იმიტომ ის თუ არ გაძლიერებს შენი სამსახური რანაირი ანაზღაურება ამას ვერ აანაზღაურებს ხო ასე რომ მოდი იცი რა ძალიან მაგარ თემაზე მენა გადავიდეთ უსფათო ეს არის მოდი ჯერ გურამის თემაზეც ვისაუბროთ აი ნახე რას ვამბობ მივხვდით იმისა რომ ჩვენ უკვე ვმუშაობთ უკვე ვიღებთ უკვე იქით შეგვიძლია კიდე სხვასაც ვასწავლოთ ავუხსნათ რაღაცები მაინც დროთა განმავლობაში ხვდებით რომ კიდე ვიღაცების და ცოტა ავტორიტეტი ფოტოგრაფების გან რაღაცების სწავლა არის აუცილებელი და მოდი გაგვიზიარეთ ცოტა მოკლედ შენ და გურამის ურთიერთობაზე. ძალიან დიდი ხანი ვიღებდი და ნუ მე იყო რაღაც პანდემია, რომელმაც ძალიან გამაჩერა რა, აი ძალიან ჩამკეტა რაღაც ანუ არ ცოტა სხვა საქმეშიც გადავიხედე, რაც ანუ ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ ნუ გადაღებით ხო ნუ რა თქმა უნდა ფოტოაპარატი სულ მქონდა, მაგრამ ნუ მაინც სხვა საქმესაც შევეხე, ესე შემოსავლის კუთხე. და მივხვდი რომ ძალიან ცუდად ვიყავ უკვე რა ანუ აი რაღაც შემიძლია და გავიჭედე რა გადაღებაში ახალს ვეღარაფერს ვეღარ ფიქრობდი ვეღარ ვიღებდი ну აი ძალიან ისე ვიყავი და გადავწყვიტე რომ
მივსულიყავი გურამის და თინას კურსზე. აჰა, ოკეი. აი მან გურამმა არ ვიცი რა. ჩაგიტარა კარატე. კარატე. ეს ვადარებ ხოლმე რას, იცი რომ აი რაღაც ღვინოს რო შეანჯღრევ და აი რაღაც ხო იცი არომატებს რო წამოიღებს რაღაც აი შეანჯღრევა გამიკეთა არ ვიცი და წამოიღო მე აი ეს ფიქრები რომ რაღაც არასდროს არ მიფიქრია რომ კონცეპტუალურ ფოტოს შევეხებოდი ან რაღაცა მაგას გავს გავაკეთებდი, მაგრამ ნუ ისე შემანჯღრია რომ დავიწყე რაღაცა. მოდი, ეგ ბოლოსკენ მოვიტოვოთ, რას ნიშნავს შენთვის კონცეპტუალური ფოტო, ზოგადად რას ნიშნავს ეგ ამბავი, მაგრამ მოდი ჯერ რაღაცნაირად დავიწყოთ გაცნობის იმაში შესვლა რა მდგომარეობაში და მოდი ახლა ვილაპარაკოთ გადაღებაზე კონკრეტულად აზიაში რა ხდება. დაიცა, ეხლა ნახე რას კითხულობ, შეხედე? რატო აზია? და რა ჩამოიტანე აზიიდან? რატო აზია, ხო? აზია ანუ გადასაღებად როგორი ქვეყნები, აი მე კი ჩემი გამოსილება მაგრა რატომაც დავდივარ აზიაში, ანუ ვიცი თვითონაც და ჩემთვის აი გადაღება რომ მენატრება კი არა, აი რომ მინდა წამოიღოს, მივდივარ. მაგრამ აი შენ რატო დადიხარ? ხო, აი ესე არ მაქვს რა კონკრეტული პასუხი რატო. არა და პირველად ვიყავი ნეპალში 13-14 წლის წინ, ძალიან ისე პირველი ჩემი მოგზაურობა დამოუკიდებლად იყო ნეპალში. არც ევროპა, არცად არ ვიყავი ნეპალში და ეს დავიწყე და მარტო წავედი რა. და ნუ მე აღმოჩნდა რომ იქ ჩემი მეგობრებიც იყვნენ. ხო. ალბათ ეს რაღაც აღმოჩენა და ეს ადრენალინის შეგრძნება რა, ანუ ამ აზიაში, რომ ჩადიხარ და არ იცი რეალურად ბოლომდე რა დაგხვდება, ხო? ანუ რაც არ უნდა წაიკითხო, რაც არ უნდა ნახო, საერთოდ სხვა რამე არის რა, ანუ არ ვიცი. ხო, და აი ზუსტად ეგ ადრენალინი არის ალბათ რატომაც აზია და კიდე მეორე ის რომ თავისი ფილტრი აქვს რა, რო იღებ ყვითელი ფილტრი აქვს რა აზიას რა, და აი ფილტრი მიყვარს. ხო, და რითი იღებდი? პირველად რო წავედი, მაშინ ციფრულით ვიღებდი, ხო, მეორედ უკვე ფირით მქონდა, ოღონდ 35-იანი და ციფრული რა. და ანუ ეს ფილტრი სწორი, ანუ ყველა აქვს თავის ფერი, კი, ნამდვილად აქვს. ყრისგან და მზისგან, უკვე რაღაცა ყვითელი ფერი. და გამოხუნებული, ხო? აი ძალიან მიყვარს რა. სიგიჟეა, სრული სიგიჟეა. და ეხლა ბოლოს იყო უკვე, ნუ მარტო ნეპალში აღარ წავედი და წავედი მანამდე ინდოეთში, რომელიც ანუ აი მართლა შოკი იყო რა ჩემთვის, არ ვიცი ეგეთი. რამდენი ხანს იყავი ინდოეთში? ინდოეთში ვიყავი 10 დღე, ოღონდ ვიარეს სულ აი ეს ნაითბასებით, ფეხით, რაღაცა ის და ამ ჩავფრინდი ნიუ-დელიში და წავედი ესე ხმელეთით სულ ნეპალის საზღვრამდე. მე და ჩემი გოგო ვიყავით რა და ესეც ცოტა ისეთია რა, არ არის ნორმალური. ძალიან გვიყვარს ეს ნუ რა თქმა უნდა მოგზაურობა და თან ამ მოგზაურობაში ძალიან მიყვარს ფეხიციარული, აი რო დავიწყებთ ფეხიციარულს, ხო, აი უბრალოდ მივდივართ და მოდი აქ შევუხვიოთ. არ გვაქვს გეგმა, რომ აი სადმე მივდივართ რა და მოდი აქ შევუხვიოთ, მე აქ შევუხვიოთ და ან დედან გამომდინარე ხან ძალიან ვიშარებით ხოლმე რა. ან მარტო აზიაში კი არა, ევროპაშიც ისე ქუჩებზე ვართ მოხვედრილები, რომ მეთქი აქედან მალე უნდა გავიდეთ, თორე არ დამთავრდება კარგად და აზიაში ეგ ძალიან ბევრი იყო. Τώρα ჩავედით ნიუ-დელიში, ნიუ-დელი ნუ აი სიგიჟე დამხდა ხარ ნამყოფი, ხო, ანუ კატასტროფაა რა ჩემთვის, ეგეთი ქაოსი, ანუ ველოდებოდი რომ რაღაცა ხო ქაოსი იქნება, რაღაცა სისუფთავე არ იქნება, ანუ ეგ მოსალოდნელია, მაგრამ ეს რაც დამხდა, რავი 1000 ჯერ მეტი იყო რა, თან მანამდე ნუ ნეპალიც ვიცოდი რაც იყო და დაახლოებით ერთი კატეგორიის ქვეყნებია, მაგრამ ნუ არა, ნიუ-დელი არის აი ცალკე რაღაცა სამყარო და ну сам დღეში ორ დღეში გავიქეცით იქიდან რომ ეგრევე მოვიფიქრეთ რომ რამე სხვა ქალაქში წავიდეთ და ну ჯაიპური რა არ გეგმავდით და წავედით ჯაიპურში. შეგონა რომ ცოტა დაგხვდებოდა. ჯაიპურში ცოტა ამოვისუნთქეთ რა, იქ უკვე როგორი ის იყო, იცი რომ მოდი სადმე ბარში დასალევად წავიდეთ და მოხდით რაღაცა ინდოელების მილიონერების ბარში რაღაც კასტები ხო და აი სიგიჟე იყო. და მე მანდედან წავედით აგრაში, ну ტაჯ-მაჰალი, მანდაც სიგიჟეში მოვყევით, რომ ну რა თქმა უნდა ტაჯ-მაჰალი უნდა გვენახა და რომ წავედით ტაჯ-მაჰალი ვნახეთ და უკარო გამოვედით, ისევ გადავწყვიტეთ, რომ მოდი სასტუმროში ფეხით დავბრუნდეთ და
აი ქუჩებზე მოხვდი, მართლა არ ვიცი დედამიწაზე თუ ეგეთი ქუჩა შეიძლება არსებობდეს, ხო? ანუ ვერც ვიღებდი რა, ანუ მართლა ფოტოაპარატი დავმალე, რომ მეთქი უბრალოდ ამ ქუჩიდან უნდა გავიდეთ რა, ანუ ძალიან ის იყო რა. რაღაც ანუ ვერ აუწერა რა ხდებოდა რა იქ რა, ანუ აი ვერც ტელეფონით ვერ გადავიღე, მეთქი არც გადასაღებათაც არ ღირს რა, ისეთი უნდა ვიყო. და ნუ მე იყო ვარანასი რა, ბავშვობის ოცნება რა. ეხლა მაპირებ ნოემბერში წასვლას მარტო ვარანასში და ან ძალიან მაგარია, არ ვიცი, ნუ სასწაულია რა მართლა ვარანასი. ან მე არ გამიმართლა ერთადერთი, იმიტომ რომ სადაც ეს თვითონ კრემაცია ხდება, იქ რაღაც რემონტიც მიდიოდა და რაღაცებს ანგრევდნენ, აშენებდნენ რაღაც და ცოტა ისე ვიზუალურად არ იყო მთლად მოწესრიგებული და მე მგონი ახლა იქნება უკვე. და მე უკვე ნეპალში და ნეპალში ლუმბინიში ჩავედით პირველი და მეთქი ესეთი სიჩუმე რატო რაღაცა რა ხდება, რაღაცა ვინმე მიხმაურეთ რაღაცა გააგორეთ რამე გამოვიდა. ხო. რა პირველი ღამე მე მგონი ვერც დავიძინე ლუმბინიში ისეთი სიჩუმე იყო რა და რაღაცა ის ჭიჭინის ხმები და რაღაცა მესმოდა და ჩიტების მაგრამ კატმანდუში ну კატმანდუში ისე ვიმქაოში დავბრუნდი ბოლოს უკვე მაგ მოგზაურობის იმიტომ რომ მე რაღაც წავედით აი მიუხედავად იმისა ძალიან პატარა ну ძალიან პატარა ხანზე თქო მე პატარა ქვეყანაა ნეპალი არის ისეთი მრავალფეროვანი მე საოცრად დიდი შთაბეჭდილებით ვარ ჩამოსული თავისი მშვიდით თავისი ქაოსით რაღაცად გონია ხოლმე თუ აზიაში გადაწყვეტოს ადამიანის წასვლას და თუ არის ის აწავიდეს და ყველგან ვერ წავა, ну ნეპალში ყველა ვარიანტი უნდა წავა. идеალურია ყველაფრისთვის. კი, ძალიან მარტივად მიგიღებს და რაღაც და თან მე ისე რა პირველად მან რაც ვიგრძენი, ეს იყო რაღაცნაირად ესეთი რელიგიური თავისუფლება. აი, როდესაც ქვეყანაში სადაც you are welcome. ანუ რა რელიგიაც გაქვს? აქ ერთ მთაზე ერთია, მეორე მთაზე აქ არის ნეპალური, აქით არის ჩინური, იქით არის ინდური. ერთმანეთთან არ მეგობრულად ეს თემები. შესაბამისად კულტურაზე მოქმედებს, იქ რაღაც ადიხარ მაიმუნების ტემპლ რა საულოცავი თუ იქ ადიხარ და დღეს ერთი დღესასწაულია რომელიღაცის, მე ხვალ ხვის დღესასწაული და უსასრულო პროცესია, სულ დღესასწაულია რაღაც ხდება და თან ეს რაღაცნაირად ამის დაკვირვება ესე გვერდიდან, როდესაც ასეთი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყნიდან ჩადიხარ, რაღაც ყოფილი რაღაცნაირად ისე ხდება უცხოდ და შესამჩნევათაც უფრო მეტიც არის, აი რატომაც თქვი ეს რელიგიური თავისუფლება, სხვადასხვა რელიგიების მიმართ დამოკიდებულება, რაღაცნაირად სხვანაირად გამზადდა, ხო, სხვანაირად დამანახა კიდევ რაღაც სამყარო რა. ხო, არა, ძალიან საინტერესო რელიგიური მხრიდანაც და კიდე რა არის, სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ანუ აზიაში ერთი მოგზაურობა არ არის რა, ანუ პირველი მოგზაურობიდან რომ ჩამოდიხარ, იძახი რომ ეს რა იყო რა, ანუ ჩემი ხსნება იქ იყო, რომ აუ ეს რაღაცა მეთქი ძალიან ზედმეტი იყო რაღაცა და მეორე დრო ჩადიხარ უკვე რომ იცი რა გელოდება და რაღაც ანუ უკვე რაღაც თითქოს სახლში ბრუნდები არ ვიცი რაღაცა ეგ შეგვიძლია ახლა ნეპალში რო ჩავედი მეორე და რაღაცა მეთქი всё რა სახლში ჩამოვედი და სხვა შეგრძნება იყო და მაგიტო ახლა ინდოეთზე მაქვს ეგ ჩარჩენილი რომ კიდე უნდა წავიდე რა ვისაც მოუყევი რომ ეს გადამხდა აუ შენ მანდ აღარ წახვალ არა პირიქით რა ძალიან ბევრჯერ წავალ რა იმიტომ რომ რაღაცას გაფიქრებს იცი ხო რა ანუ აი საერთოდ სხვა რამეს განახებს რა ანუ აი ეგ აქვს რა ძალიან მაგარი რომ რადიკალურად შეტრიალებულ სამყაროს გაჩვენებს რა ანუ არა ჩვეულებრივს რა ხო მაგრამ შენზე როგორ მოქმედებს აი მოგზაურობა ხო გასაგებია რომ ეხა ძალიან შოქს ჩავარ მაგრამ მე როგორ რაც ხო ჩამოგვაქვს აი ეს ემოციები რა ჩამოგვაქვს მე მოქმედებს თუ არა ეს შენს ვიზუალურ აღქმაზე სხვა საქმე სხვა მიმართულებით ფოტოგრაფიაში ესე ანუ ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა მოქმედებს ანუ უფრო თავში მოქმედებს რაღაცეებზე რა რომ ანუ უბრალოდ ვფიქრდები ანუ არის დედამიწაზე ადგილი, სადაც რადიკალურად სხვა კულტურა, სხვა ცხოვრება, რაღაც და ანუ ამის აღქმა უფრო სიამოვნებს ხოლმე რეალურად, რომ აი ამის დანახვა, რომ მარტო რაღაცა ის ყველა ნუ ჩვენ მაინც ევროპულ ყაიდაზე ვართ და რაღაცა ისე ვცხოვრობ და ну იქ არ ვიცი ეს ანუ ვერც ხო გადმოსცენ რა უბრალოდ ხო ფოტოებითაც ხო ვერ გადმოსცენ მაგას რა შანსი არ არის რა რაღაცას ხედავ ხო ის ვაფშე სხვა კი და ხან არის რომ ცოტა ხანი დადექი და უყურე ყოფს გადაღებას აზრი არ აქვს იმიტომ რომ ხო ეგო პროცესი არის რომ რაღაცას რო ნუ პირიქით აფუჭებ მე შენ თავში მაგას რომ ხო რაღაცა
ჯობს უყურო ხოლმე. ხანდახან დადი არის ხოლმე რომ აი მას ვერ ვიღებ მოთხარ თუ ვერ იღებ დაანები დადით კამერა მოდ იდექი ცოტა ხანი უფრო დაიმახსოვრე თქო იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში იმდენი ფოტო მაგ გადაღებული რომ რო ამბობენ ხო გეტკითხავს რომ რამე ესეთი ფოტო ხო არ ქონია რომ გადაღება გინდა და ვერ გადაიღე თუ რაღაც ეთქი აღარ ვიცი ვაფშე გქონდა თუ არა იმიტომ ძალიან ბევრი ფოტო მაგრამ ამას თავი დავანებოთ აიცი როგორი მომენტი მოდის ის უფრო მახსოვს რაც არ გადავიღე თქო იმიტომ რომ აი ხანახან რო ბუთნო დადგე და შეიგრძნო რა მართლა ყოველთვის გადაღებას მოხდოს ახლა გიჟი ფოტოგრაფი ვარ მაინც მირჩევნია მოდ შევიგრძნო მაგრამ მაგას ხშირად სიმართლე გითხრა ვერ ვახერხებ ხოლმე მაინც გამირბის გადავიღებ არა ხო თავისთავად ხო და ის მაგრამ მე ჩემივე თავის წინს ხო ჯობს უყურო რა ხო და ეგ ძალიან რთული დასაცავია ეგ წესი ჩემთვის ხო იცი რა ჩვენ მაინც ახლა თითქოს 30 წელია ფოტოგრაფი ვარ და რაღაცების აღქმა მაგ ხოლმე ლინზით კი ბევრი ლინზა მაგ დავუშვათ აქედან აღიქვა თუ იქიდან ანუ ლინზებით მაგრამ არის ხოლმე რაღაცები ახლა როცა ვასწავლი ხოლმე ანუ ვუხსნი რომ ჩაიხედეთ ესე ვერ შეიძლება ვერ და ესე შეიძლება უყურო მაგრამ კამერაში რომ ჩაიხედები სხვა სიღრმე აქვს და აბა იქნებ ესე დააკვირდეთ იქნებ ისე გააკეთოთ და იმიტომ რომ არის ხოლმე იმიტომაც გევარ ხოლმე ახლა უყურო ვიცი რომ ამას ვერ გადმოვცემ მიუხედავად იმისა რომ ტექნიკურად გონია რომ რაღაცები უფრო კარგად ვიცი მაგრამ არის რაღაცა რომ შეგრძნებები რომ ფოტოგრაფია ჩემთვის ეგ არის რა ანუ მაინც შეგრძნება არის რა და არის რაღაცა ჩემთვის ვიტოვებ ბოლო დროს და არის რაც გაცემა შემიძლია და აი აბსოლუტურად ეგ ძალიან ეს არის ხო და ფოტოგრაფია რაღაც იმ კადრი შეგრძნება რა წინასწარ გათვალო ისად უნდა იდგე რომ რაღაცა მაგალითად აი სუის მახსენდება ხოლმე მაქტის ფოტოკონკურსში გახსოვს ჩემ ანუ ეგ მართლა ანუ რაღაცა ძალიან ისე გამომდის მაგრამ მართლა დიდი ხანი ვიფიქრე მაგ ფოტოზე რომ სად დამდგარიყავი რაღაცა შემერჩია რაღაცა ალბათ წინა მთელი დღე გავატარე მაგაში რომ ეს დოღის მთელის გავიარე ფეხით რომ ერთი სადღაც კაი ფოტო უნდა იყოს და ხო და მე ნუ გამიმართლა კიდევაც რა თქმა უნდა რომ ეს ცხენიდან გადმოვარდა და მთელი ამბები დატრიალდა რა და არა ნუ აი სულ ეგ მახსენდება ხოლმე ჩემი თავში რომ აი ეგ ადგილის პოვნა და ის განსაზღვრა რომ სად უნდა იდგე ძალიან მნიშვნელოვანია კი და მაგრამ მაგის სად უნდა იდგე მაგას გასწავლის გამოცდილება ინტუიცია და პლუს რაღაცა საგნის მართლა სამდეს ვეძახი ხოლმე ესეთ წრიულად გაანგარიშება რაღაცას რო ხედავ მიახლოებით ანგარიშობ სად უნდა დადგე რა ზუსტად კი აი შეგ თავში ეგ ესეთ უტრია ეგ დრონი ირთვება ტვიში და რა ტრიალებს აი შეგრძნება ძალიან მიყვარს რა აი ფოტოგრაფიაში ზუსტად რომ აი მაგაზე ფიქრი მე ამოხსნა ეს რაღაცა მაგალითები ვითრო ტრიალებს თავში რომ აი ხლა ეს უნდა ვქნა ახლა ეს უნდა და ეგ მომცა კიდე აი ზუსტად ამ ფირმა რა ანუ მამიამ რომ აი თუ არ იფიქრე ვერ გადაიღებ რა ანუ უნდა იფიქრო რა ანუ ახლა ციფრულით მაინც ცოტა ზარმაცდები რა ანუ კი ბევრს ან ციფრულითაც ხო რაღაც ბევრს არიღებ მაგრამ მაინც ის გააქვს რა ანუ დაზღვევა ყველაფერი და ეს მამიას და ეს ფირზე არ გაკეს რომ რაღაცა ესე ფანტო კადრები ან რაღაც არა რა სამო თითო კადრზე ანგარიშობ რისთვის იღებ რატო უნდა იფიქრო რა და ხან ეხლაც მაქვს ხოლმე რომ ხან ძალიან ავნერვიულდები ხოლმე რაღაც კადრს დავინახავ შეიძლება ხელი ამიკანკალდეს და გადავიღებ და შევხედავ და რაღაცა 32-ზეა დიაფრაგმა და ძალიან ეხლა ბოლოს მომივიდა ესპანეთში და ისე მეწყინა პორტრეტი იყო და აი ძალიან მეწყინა რა და დღემდე მაქვს ეგ არის ემოციური ვარ. ხო, მაინც პორტრეტი ხა ხო კარგად გახსოვს. კი, ხო, ჩარჩენილი. თვალით ხო გადაიღე. აუ არა, ეგ აუცილებელია. აი შეცდომებზე ძალიან მერიდება, მაგრამ მე სულ მომდის ხოლმე, სულ არა, მაგრამ ნუ მომდის შესაბამისად და რაღაცნაირად ისე ილექება. აი როცა შეცდომებზე სწავლობ რომ ამობენ რაღაცა. და ფოტოგრაფია, ნუ რა მაგარი ტიპის არ უნდა იყო და აი როგორი მაგარაც არ უნდა იღებდე. აი როგორც კი ოდნავ მოდუნდები, აი სადღაც, აი ცოტა რომ აი ახლა თუ რა უნდა ხო 100 ჯერ მაგ გადაღება თუ 1000 ჯერ და აი მაშინ გიფუჭდება ზუსტად ეგ და რა უხერხული. ხო და მე არ ვიცი ჩემ ემოციურობას ვაბრალებ რა მაგას ზოგადად ძალიან ემოციური ვარ რა აი რაღაც ან თუნდაც ეს ფირით რო გადავიღებ და ჩემ გოგოს აქვს ნათქვამი რამდენიმეჯერ რომ აი ბავშვით გიხარია ხო არ იციო რა არისო რა ანუ მაგრამ ნუ თავში ვიცი უკვე რაც არის იმ ფირზე და
მართლა ბავშვით მიხარია ხოლმე რომ კარგია რაღაც კაი ფოტოა და რაღაც. როგორ აგრძელებს არა კიდე სიამოვნებას ფირი. კი, აი ძალიან მე ეს გამჟღავნების პროცესი, მე ეს დასკანერების, აი სულ ვიძახი ხოლმე რომ ფირით სამჯერ უნდა გადაიღო თქო რა, პირველად რომ იღებ, მე გამჟღავნების დროსაც იღებ, ახლიდან და მე დასკანერების დროს ან დაბეჭდის დროსაც იღებ კიდე რა, ანუ სულ რაღაცა იმაში ხარ, ექშენში. ხო და ანუ მაგ ემოციურობიდან გამომდინარე, აი ზუსტად წერან რაც თქვი, ხან მეშლება ხოლმე და აი ძალიან საწყენია რა. ხო, თან ციფრულმა იცის ეს გაზარმაცება, მეც აი მაგალითად ჩემს პერსონალურ პროექტებს ფორმაში რომ ვიყო, ანუ რაღაცები რო არ მეშლებოდეს, ამიტომ ვიღებ ხოლმე ფირზე, იმიტომ რომ იქ რო ჩავდივარ, ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ მაგრამ ხო ჩადიხარ უცხოეთში რომ ჩაგაკ ფირი ჯერ ესე გაგიშუქდება არ გაგიშუქდება სპეციალური ჩანთები ნერვიულობ ხელში მიჭირავს კილო ესე 7 კამერა მაგის გამო აი ყველა მიცის რომ ესე დამიძახებენ ხოლმე შენ აქეთ გადმოდი რა ჩხრეკაზე და დავიწყებ და ეს მადებენ თელი მებს არ ვიცი რა შეგოდი ხოდაშორის ამერიკაში ესე იგი იქ რო გადიხარ რო გაგაქვს სანამ გაივლია შემოწმებას იქ წერია რომ პირდაპირ წერია ISO 800-ზე მეტი ფირი თუ გაქვს მოგუცეთ ხელში ანუ 800-ზე მეტი ფირს ვუტოვებ რა პარკით მიმაკ პარკს ვაძლევ ცალკე მიჭირავს ვაძლევ და ესე მოვიქეცი უკვე ყველგან ხელით მიჭირა და ვეუბნები რომ it's a film რა ანუ ფირია და და ატარებენ ეგრე ანუ მე კი ატარებენ ანუ ხელს იღებენ ამიტომ იციან რომ იმის გატარება და ხანდახან არის რომ მაგალითად მე მაქვს სპეციალური ჩანთები სერა მასწავლოთ ხოთაშორის მან გამოვიწერე რომელიც არ აშუქებს ესეთი შავი შიგნით მოგეს შუქს არ ატარებს რა ანა მაგრამ მე მითხრა რომ მაინც ჯობია რომ მოგეთ რთულია რა ძალიან ახლა მიდიხარ 2 კილო ნახევარი წავიღე ხინდოეთში რო ვიყავ 2 კილო ნახევარი ჯერ 2 კილო ნახევარი ფირი ატარე მე წაიღე კიდე ეს კამერა ატარე არ მარტო ეს კი არა 7 კამერი დავდივარ იცი რატო დავდივარ 7 კამერით ნუ ეხლა თან თუ ჩემთან ერთად არის ვერ იგებს აი 7 კამერა რა პოინტში თუ 7 ხან 6 ნუ არა იმიტომ რომ ყველა ფუჭდება საბოლოო ჯამში ერთი მრჩება ფუჭდება ნახევრად გულისხმობს ზოგს ელემენტი უჭდება ზოგ შეიძლება იმიტომ რომ ეს ხო ყველა არის ვინტაჟური კამერები შესაბამისად იმ მომენტში რა მოუვა კარჩო ვერ ანგარიშობ რა და ესე იგი რა მანიაკი ვარ რომ დავდივარ 7-ით იმიტომ რომ ვერ ვიმეტებ ფირის სიამოვნებას აი იცი რა მომენტში ვამბობ აი რაც ახლა შენ თქვი რომ აი 3 ჯერ ვიღებ აი ისე ვიგრძელებ ამ იქ ყოფნის აი თითქოს არ მთავრდება იქ ყოფნის სიამოვნება თუ შტაბეჭდილება თუ იმიტომ რომ ჯერ ხო ფიქრობ ჯერ ხო ეს რაც ხო გადაიღე მე ფიქრში ეხეს გადავიღე ხო კარგად მქონდა ხო 1000 დეტალი მე რაღაცნაირად ხო არ გაშუქდა ნუ მოკლედ თელია მე ჩამოგაკ მე მიდიხარ ლაბორატორიაში რომ მეტროდის გამიმჟღავნებენ მე სადღაც მიდიხარ სადღაც ჩაგარტყავს აი ზუსტად ხო დიაფრაგმა სწორად მეყენა და მე ხო ლაბორატორიაში მომდიოდი ხოლმე მაგნოლიაში ძირითადად ამ დანჟღავნებ და ესეც ხო ძალიან შვიდები არიან ყველა რაღაც მე აღარ გადაგიჟებული ჩასული ველოდები არ თქვენ არ მოგერიდოთ ვეუბნები აი ნახავ ხო გამოვიდა თუ რა ყოფილა ხო შემოწუხებ ძალიან უჯედი 2 კილო ნახევარ ფულს რომ ამჟღავნებ ცოტა 2 კილო ძალიან ბევრია ძალიან ბევრი წავიდე ფოტო ნახე სტორი ნახე მე მგონი ძალიან ბევრი ფირი რო გეყო ძალიან ბევრი თუ წავიდე ჯერ მარტო ნეპალში 51 ფირი მქონდა წაღებული თუ რა აქედან ზოგი შავთეთრია ზოგი ფერადია ზოგი ვიწროა ზოგი ფართეა მაგრამ ეს არის დიდი სიამოვნება ფირით გადაიღო, იმიტომ რომ ციფრულით მუშაობ ყოველ დღე. ეგ არის ჩემი სამუშაო. და შეკვეთებზე დიდად მაგით მუშაობ, რომ მე ფირი ვიყიდო. ხო, ისე იმაში დახარჯოფული. იმაში დახარჯოფული. აუ, არა ძალიან შარში ვარ მეც მაგ ხრევზე. ხო, მაგრამ აი რამხელა კაიფია. სულ ვიძახი ხოლმე რომ ანუ არ ვიცი ანუ ისეთი რაღაცები მაქვს არჩეული ცხოვრებაში რომ ანუ ჩემთვის ფული ისეთია რა ანუ არასდროს არ მექნება რა იმიტომ რომ ნუ ფოტოგრაფია კარგად იცი რაც არის რომ აი არ გამოგელევა რა რაღაც თან მithumetes რომ ფირზე გადადიხარ ხო აი საყიდელი არ გამოგელევა რა ანუ აი სულ უნდა იყიდო მე ჰობათ მაქვს თხილამურები მთაში სიარული და ანუ ეს აღჭურვილობა ეს და ანუ აი აუ მიდი რა ისე ეგ არის ცხოვრება აბა რა თქინდა მაშინ ეს ყველაფერი ო არა რა თქმა უნდა კი ძალიან ისე თუ შენ თავს არ დახარჯე თუ შენით თუ რაღაცები არ აღმოაჩინე თუ სადღაც რაღაც არ შეგეშალ ანუ აგისთვის არის ეს ყველაფერი აბა ეს ყოველ თუ
ისევ იმას დაუბრუნდები, რომ ეხლა დასაწყისში რომ ამერჩია ბუღალტერია, ვიყიდიდი ერთ ლეპტოპს და ვიჯდებოდი ბუღალტერიაში. Excel-ი წაჩი ერთხელ შევცვლიდი ლეპტოპს და всё ხარჯი არ მექნებოდა რა მაგას ვწახი და ეხლა ანუ არ არსებობს რა. ძალიან რთულია. ძალიან არ რთული რა, პირიქით სიამოვნებით ვაკეთებ. არა, რთულია იყო ბუღალტერი, ჩემთვის პირადად რა. და ამ ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ და ესე ვინმე სიამოვნებით ხარჯავდეს. ხო, შეწამოგინა ამ სიამოვნებით რომ ვაკეთებ, ამაში კიდე ფულს რო გიხდიან. ნუ არა, ეგ ხო. ეგ ძალიან მაგარია. ასე რომ მოკლედ მე მაინც გონია რომ ის უნდა აკეთო, რის იკეთებაც გინდა და აუცილებლად ახლა დაფასდება. ადრე მქონდა ეგეთი შეგრძნებები რომ აი ამ დროს მუშაობ, ის ვიღაცა, ნუ არ ვიცი, whatever, ჩემზე ნაკლებს მუშაობს თუ რაღაცა, მაგრამ იმას უფრო რაღაც მე რა აღმოჩნდა რომ ოჩ ეგრე არ არის რა. ანუ ეგრე არ არის საერთოდ. მე დღეს რო ვაკორდებით, ჩემი შრომა, ეხლა რა ვიცი, 2 კილო ფერი მარტო ეხლა ინდოეთში მქონდა და წელს განმავლობაში თუ მეგაბაიტებში გავუზომავთ წლიურად ვავსებ ყოველ წელს 5 ტერაბაიტიან გარევინჩესტერი მაქვს ანუ წელიწადში. არქივე, ხო, ყველა. ხო, შეგრა მაქვს. შეკვეთებსაც არქივე, ყველაფერს არქივე. ოღონდ ყველა კადრს არა. მესმის, ხო, ნუ მეც ამ 5 ტერაბაიტში არის გადარჩეული მასალაზე ვაბარაკო. და ეს არის ციფრული, ანუ რამდენს მუშაობ წელს განმავლობაში, ძალიან ბევრს მუშაობ. და ეს ხომ აქვს 5 ტერაბაიტიანი ვინჩესტერები წლები ხო აწერია და კიდევ მაქვს 15 ტერაბაიტიანები და მაქვს 18 ანუ მე ამას ეს გადამაკ იქ იმიტომ რომ მეშინია და ფირი მაინც აქ მაქვს პაპკებში გადაფურცლო ფირია რა რაღაც დაასკანერებ და ციფრულს რა ვიყო მეშინია ციფრულის დაკარგვას და ამიტომ სულ ბექაპებს ვაკეთებ და ხანახ მე მაგასაც ვფიქრობ კაი რა ვიცი მინდა ეს ყველაფერი მოკლედ საბოლოოდ მაინც ვაკეთებ რა მაგრამ ძალიან მოუწესრიგებელი ვარ არ ვიცი ჩემი ლეპტოპი და hard disk-ები ძალიან დაულაგებელი არც cloud-ზე არ ინახავს რადგან ესე არა hard disk-ებზე ვინახავ მაგრამ ნუ ძალიან დაულაგებელია რა ეს folder-ებს სახელები აქვს გაგეცენება ხო მაგრამ წლების მიხედვით არ გაგდა რაღაცა My God პარკმეული რაღაც დესკტოპის დაცლა folder-ია და იქ უნდა შეხვიდე ეძებო რაღაც ამ სიგიჟი ახლა მე ხა რაღაცა კაგრას იმაზე მოვთხოვი რაღაც შეკვეთაზე რომ უბრალოდ რეფერენსებიო შენივე ფოტოებიდან გვაჩვენეო რა და აი მანდ გავიშარე რომ დავიწყე ამ ყველაფრის ძებნა და ესე დესკტოპის დაცლა ივლისში. ოღონდ რომელ წელს ივლისში? ხო, მაგრამ ხო შეგიძლია დროები უკვე შეამოწმო პრინციპში. ნუ ხო, მაგრამ იქაც ხო ცოტა სხვანაირად არის მე გადაწერის დრო იმასრება და ნუ კარგი ძალიან სიგიჟეა. მე გირჩევ თავიდანვე დაალაგო, იმიტომ რომ მაგალითად ყოფილა თუ შეკვეთების თემაზე წახვალ და იმუშავებ, შეკვეთებზე ყოფილა რომ აი 2 წლის წინანდელ მასალაზე უკითხავთ რომ დავკარგებთ. ოღონდ ეს 2 წლისამდელ მასალა რატომ უნდა დაკარგო? არ ვიცი. რომელშიც ძალიან დიდი ფული გადახდილი, მარტო ფული კი არა, რესურსი, და მენეჯმენტება იქ რაღაცა, აი დრონები, იქ თელი რა ის იყო, დიდი გადაღება, რა პონჩი უნდა დაკარგო, არ ვიცი, whatever, კაი, ჯანდაბას დაკარგა და მოკლედ ედეში მაქვს, მაგრამ ვიცი ამას კი არ ვიყენებ, მაგრამ ახლა ფომ შვიდათო, რაღაც ამ ჩემს ტერაბაიტებს რომ ვამბობ, ეს რაღაცა ჩემი შრომა, რომელსაც რაღაცნაირად ესე გავდივარ, და ხანახა რომ შევდივარ და რაღაცას რომ ვეძებ, რომ გადავხედავ გული მისკდება ხოლმე რომ ეს ახლა იყო თუ 2 წლის ანუ და დროშიც უკვე დავიკარგე მაგრამ ეს არის ჩემი მეხსიერება რეალურად უკვე რაღაცას აღარ ვიმახსოვრებ ფოტოების გარეშე ხო ფირებს ძალიან ვცდილობ რომ დავალაგო რა იმიტომ რომ მე ბეჭდავ ხოლმე ამ შავ-თეთრი ფირიდან სახლში და ანუ აი მაგიტო მაგრამ ძალიან დაალაგებული და ნომრილი ფოლდერები ყველაფერი აქეთ რომ ზუსტად ვიპოვო ხოლმე რა ეს კადრი რაც მინდა რა თან ეს რაც იმაში დავით რაღაცა ახლა სერია გავაკეთე კონცეპტუალური რა. გადავიდეთ მოდი მაგ თემაზე და რატო აი საიდან მოვიდა კონცეპტუალური ფოტოგრაფიაზე ფიქრი? წიბახას ბრალი. ყველაფერი შენი ბარია გურა. კი და ანუ ძალიან დაშტამბული ვიყავი რა ანუ ცოტა თეატრალურში ეგ მომცა რომ თეატრალურმა რომ ანუ სწორი ეს არის და всё მორჩა რა ამის იქით აღარ გაიხედო რა ანუ რაღაც კადრი ჩემთვის იყო ჰორიზონტი იმიტომ რომ ოპერატორი ვიყავი ვერტიკალი საერთოდ ვერც წარმომედგინა ფოტოში და საერთოდ კადრად და ანუ ძალიან დაშტამპული ვიყავი რომ ხო რა ეს სწორი რა არის და არასწორი რა არის და ეგ ცოტა მიჭირდა და მე ნუ წიბახასთან რომ მივედი აი ეს რაც თქვი რომ შემანჯღრია და თან ამანჯღრია რა დამატრიალა და ნუ მან დავინახე რომ შემიძლია რაღაცა ამას შევეხო და დავჭრა მე დავაწებო დავწვა და არაფერი არ გავაკეთო შეიძლება და მანდ დავიწყე უკვე ნუ რაღაც ტვინის იმ უჯრედმაც დაიწყო მოძრაობა რომ რაღაც სხვანაირად დამენახა და
ეს პირველი კონცეპტუალური სერია რაც გავაკეთე, იყო ჩემ მეგობართან ვიყავი ბელგიაში სტუმრად და ბები ამისის ძველი ნახატები მაჩვენა, რომელიც სწავლობდა პარიზში 50-იან წლებში და ნუ პარიზი მაშინ რაღაცა ყვაოდა და ეს სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში და ჰქონდა ჩანახატები პერგამენტის კაღალზე. და ეს რო დავინახე უკვე ეს უჯრედიც რო შეჯგრეული იყო, რაღაც გავხედე შუქზე და ვა მეთქი ეს შემილია საბეჭდი ჩავდო პირთან ერთად და რაღაც საინტერესო ვიპოვო თქო, მაგრამ ამას ვთხარი რომ ვა მეთქი რა საინტერესოა თქო, რომ ამით რაღაც საინტერესოს გაკეთება შემიძლია თქო და არც მიფიქრია რომ მომცემთ ამ ყველაფერს და კაიო და რაც გინდაო წაიღეო რა და მეთქი რა შანსი არა მე შეიძლება დავჭრა ეს და რაღაცები ავაწყო და რაღაცები და არა პირიქითო რა რაღაც ახალს მაინც გააკეთებო და მე უნდა მედოსო ეს სახლში ბელგიელია ეს ბიჭი როგორ ბელგიელია გოგო არის ბელგიელია კი და ძალიან გამიხარდა თან რაღაცა საპასუხისგებლოა რაღაც ეს ისე კაკიფუჩტოს და ძალიან ისე და წამოვიღე ესენი და მე კაიხანი მედო რა ვერ მიუბრუნდი რაღაც ეს თავშიც ვერ დავატრიალე და საერთოდ სახლში ვიჯექი და გადავწყვიტე რომ რაღაცა უნდა მექნა ის უნდა მექნა რაც პირველი მომაფიქრდა და დავიწყე ამ ყველაფრის დაჭრა 35 მმ-იან ფირის ზომებზე ამ ნახატების ამ მოჭრა რაც ისეთი საინტერესო იყო და ამ ბელგიაში გადაღებული ფირები რაც ჰქონდა ის შავთეთრი ვადებდი იმაზე და დავიწყე ბეჭდა და მე ახლა ორმაგი ექსპოზიციასავით გავაკეთე ორმაგი ექსპოზიცია რა და ნუ ოღონდ ნახატის და ფოტოს გაერთიანება და ამაში კიდე არის რომ ზოგი ნახატი ცოტა დიდი იყო რა 35 მმ-ზე მეტი და მანდედან უკვე გავაკეთე როგორ რაღაცები იცი დავჭერი ეს ნახატი 35 მმ-იანის ზომებზე და უკვე მე რომ დავბეჭდე ფაზლივით იწყობა რა კედელზე რა და რომ გამოდიხარ შორიდან ნუ ნახატს ხედავ ახლოს რომ მიდიხარ ფოტოები რაღაცა ჩანს და ამას ყველაფერს საკეთებ მექანიკურად და არა დიჯიტალ დონეზე ხო რა თქმა უნდა ან ხელით ბეჭდა იქ რაღაცა ქაღალდის ხსნარებში ბეჭდა დანათება ეგ არის რა მთელი ის და რაღაც ძალიან დიდი მედიტაცია ეგეც რა რაღაც რო ვიწყებ ხოლმე მაგ ყველაფერს საათი რო არ კიდია და რამდენი ხანი ხარ რო არიცი და საათი რო არ კიდია და რაღაცა იკარგები შემთელი დღე იყო არ წყალი არ დალიო საჭმელი არ ჭამო და გიჟივით ხარ 6-7 საათი ისე გავა ხოლმე რომ არა ეგ აქვს იმას წითელ ოთახს თუ ბნელ ოთახს ოდმე ძალიან ისე ვარ მისაღებ ოთახში ვაწყობ ხოლმე მაგ ყველაფერს რაღაც ჩემი გოგო რო წავა და დღეს არ მოხვალ ხო რაღაც გვიან მოხვალ ხო ძალიან კაი და ვიწყებ მე ბეჭდას ჩემი ძაღლებიც მიეჩვენენ დაწვებიან თავიანთვის რაღაც არ მიშლიან ხელს ისინი რა მაგარია და ძალიან საინტერესოა და ძალიან დიდი მედიტაციაა რა ეგ ყველაფერი დროს ვერ ცნობ იკარგები ეს მე რაღაც ნუ აღარ გწყურია აღარ გშია არაფერი რა აუ ეგ არის საოცრება იმიტომ რომ თან ეს რაღაცა მუდმივი აღმოჩენის პროცესი რაც ფოტოგრაფიას თან ახასიათებს და ეგ არის ძალიან მაგარი რომ ფოტოგრაფია არ არის მაინც და მაინც მარტო რაღაც კონკრეტული მიმართულება აკეთო. ეგ არის სინთეზი ბევრი. მუდმივად სიახლის ზებნა. სულ და რაღაც სხვადასხვა იმას უკვე მედიების, ანუ ნახატების, ეხლა მაგალითად ძალიან მაინტერესებს ხოლმე მხატვრები, რომლებიც ფოტოს განაკეთებენ ნახატებს, ამ პირიქით ფოტო აძლევს ინსპირაციას ფოტოში და მუდმივად როგორ შეგეძლო, იმიტომ რომ თემა არის ეგ, რომ ფოტოგრაფია არ არის რაღაც განყენებული ტიპი რა. ეს არის დარგი, რომელიც არსებობს უკვე ჩვენთვის ყოველდღიურობაში. თითქოს ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაგრამ იმას თუ რას ვიღებთ და როგორ ვქმნით ამ რაღაცას, ხო ზოგი ქმნის, ზოგი უბრალოდ იღებს, ზოგი უბრალოდ მართლა საჭერს. რაღაც მე ეგ არის, რაც ხდის მე ძალიან მრავალფეროვანი ტიპი იჩითები თელს იმ გარემოში, რაშიც ხარ. და რეალურად როგორ რაღაცა არის, იცი სვადრე პატარა რა ვიყავი, ვფიქრობდი რომ მხატვრობა მინდოდა ძალიან გიждდებოდი, მაგრამ აი ეს აერთოდ არ გამომდიოდა მსგავსი რა. გამომდიოდა რა, ანუ არც მიფიქრია რა. სათანადოდ არ გიცდი. ხო, სათანადოდ არ მიცდია, იმიტომ რომ თავიდანვე ფოტოგრაფია ვიპოვნე და რაღაცნაირად უკვე ვეღარ ჩავანაცვლე. 14 წელს ვიყავი რომ ფოტოგრაფია აღმოვაჩინე და შესაბამისად ეხლა რა ვიცი, თორე მე მგონია რომ მაგ დროს აღწევთ უკვე ცოტა სხვანაირად იწყებ რაც ეს ყველა. მაგრამ ნუ იმას ვაკეთებ რაც მინდა. ყველაზე ძალიან მაგარი ეგ არის კიდე რაღაც პროფესიას იპოვი, რომელსაც
რაღაცნაირად ხვდები რომ ამის გარეშე შენ ვერ იცხოვრებდი კი არ მთავრდება ანუ დილით ღამე ძილის წინ გაღვიძებისას რაღაც ეხლა დავამოღამე რომ ჩემს სას თურმე რეკორდერი ქონია ვოისის და დავაჭერ ხოლმე რაღაცას ჩავიწერე იმიტომ რომ სულ მუდმივად რაღაცაზე ფიქრობ რა მუდმივად რაღაც სიახლეს ეცებ როგორც კი გაჩერდები და შეწყვიტავ განვითარებას, всё, იკარგები რაღაც. მე მჭირს რომ მე რაღაც შეიძლება დეპრესია რა, ანუ უბრალოდ ჩავიკეთო და რაღაც არ ვიყო ისეთი როგორც ვარ, მაგრამ როგორც კი უცებ ახალს ვიპოვე, უცებ ცოცხლდები და ნუ აი ამ მაგრამ ეს ახალი მუდმივი აღმოჩენა ფოტოგრაფიის მიმართულებით ხო, ანუ თან კიდე იცი რა არის, დროს ხვდები. აი მაგალითად აი ეხლა რამდენი წელსაც ხარ, რა საკშიც ხარ, რა ფოტოგრაფიას აკეთებ, ეგ ხარ შენ. და მეც ახლა რომ ვუყურებ ჩემ ძველ ფოტოებსაც და გორის ომის ფოტოებს. მაშინ 28 წლის ვიყავი და რომ ვუყურებ რაღაცა პატარა არ ყოფილა მაგრამ რომ ვუყურებ ამ როგორ პროცესს კადრების რა არის მე სად მივედი ამ კადრს მე რა ხდა. რადგან უფრო სხვანაირი კითხვა დავიწყე ამის. აი 28 წლის ადამიანის დანახული ომი უფრო არის ის ვიდრე ეხლანდელი იმიტომ რომ იმის მერე იმდენმა წყალმა ჩაიარა გულისხმობ იმდენი გადააზრება მოხდა თვითონ ამისი მერე ამის მერე კონფლიქტები არ მთავრდება ხო უკრაინაშიც ვიყავი რაღაცა და ძალიან ბევრი რაღაცები ხდება და ეხლა რომ ვუყურებ ხო იმ ფოტოებს ხო გეუბნება რაღაცა ამიტომ რაღაც უსასრულო ციკლია შენ თავის აღმოჩენის სამყაროს დანახვის და ფოტოგრაფია როგორ იზრდება შენთან ერთად. კი, ანუ ეგ არის ზუსტად ეხლა რაც პირველი რაღაც თავიდან მქონდა ხოლმე ის შეგრძნება რომ ძველ ფოტოებს რო უყურებდი რაც ვითომ მაშინ გადაღება არ ვიცოდი, მაგრამ არა, ეგრე არ არის რა. ანუ მაშინაც იცოდი გადაღება, უბრალოდ ეხლა განვითარდი, შეიცვალე შეხედულებები რაღაც და ანუ მანდედან უკვე სხვა ის ფოტოები როგორ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება, თუნდაც დღევანდელი დღე, ხო? ის რაღაც ილექება და მე რაღაც სხვა ფორმას იღებს და ეგ არის საინტერესო და ეგ არის ფოტოგრაფიას აგ მომენტი, როდესაც შენ ფაქტიურად განახებს როგორ იცვლები რა და შენი სამყარო როგორ იცვლება შენს გვერდით. ძალიან მაგარი უსასრულოა ამის აღმოჩენა და ადამიანები გვეხმარებიან ხოთა შორის მაგაში. ახლა შე როგორც გურამის თემაზე თქვი. ახლა ჩემი სტუმრები მაგალითად გადაცემა. ძალიან ის არის და ჩემთვის ადამიანი კიდეც ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოშიც და საუბარშიც და ყველაფერს. ანუ ყოველ მხრივ რა თუნდაც რომ დავდივარ ანუ ინდოეთი, ნეპალი ან საქართველოს მთაში ან რაღაცა ელაბა დავჭდე და ესე უსმინო უბრალოდ რა. რაღაცა ეგ არის ჩემთვის მუზაც, ინსპირაციაც და ყველაფერიც იმ მომენტში. შეიძლება არ გადავუხო, უბრალოდ დავჭდე და ამის ისტორიებს უსმინო რა, არ ვიცი ხო. ინდოეთში და ნეპალში ცოტა ჭირდა, იმიტომ რომ აუ არ გაჩერებ, ვერ არის უფრო, ვერ არის უფრო. მაგრამ ის რაღაცებს რომ მიყვებოდნენ, ცოტა ის იყო ხოლმე. ერთმა საერთოდ ინდურად მიყვებოდა და ეგონა რომ ინდური ვიცოდი. მეც ვიჭექი და ხო. ფოტოებს აღებინებდნენ? როგორ? ფოტოებს აღებინებდნენ? კი 80% კი ისეთად რა ხო ვიღაცა მოარეთ. ევროპაში ძალიან ჭირს ახლა. არა, ევროპაში რა ის წაფი, ბელგიაში ეგეთი ცივი ხალხი არ ვიცი. არა ისედაც გადაღაო რაღაცა ესე მეკეთებენ ხელით არა. ხშირად ვარ ხოლმე ბელგიაში და ერთი მახსოვს ბრუგეში ვიყავით და ეს მე და ჩემი გოგო მივდივართ და რაღაც კაცი მიდის წინ და ძაღლთან ერთად არის და ნუ მივყვები უკან რომ მინდა რომ გადავიღოთ ან ჯოხი უჭირავს და რაღაც მომენტში ეს ძაღლი ისე იყო რომ მეთქი ცოტა რა ფონზე გავა რომ წაკითხოდი იყოს თან ცოტა უკვე შეფინდებული იყო და ამ დროს გადავიღებ თქო და უკვე რომ გავიდა ეს ძაღლი ეს კაციც მოტრიალდა და მეც ინსტინქტურად დავაჭირე და გაიგო ეს აუ ეს ჯოხი ხომ მოძრაობდა აიღო ეს ჯოხი და ამ ჯოხით მომზდებდა მიქნევდა ამ ჯოხებს და კუჩაში ვდგავარ და მეთქი სორი და რაღაც ანუ აი ბოდიში რაღაც მეც აღარ ვიზავ რაღაცები და მე რო ვითომ გავამართლე რომ მეთქი ძაღლს უღებდი თქო ბოდიში და ეგეც უნდა მკითხო და რაღაცები ჩემ ძაღლს რო უღებო და რაღაც ნუ თავის მხრივ მართალია ეხლა რა მაგრამ ნუ ისეთია ხო მე შეიძლება არ მიუხედავად მაგისა შეიძლება მეც არ მესიამოვნოს ვიღაცა რომ იმაში კუჩაში და გადამე არა ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ასე დღეს სხვა დრო არის ყველა სოციალური მედია ისე არის დღეს საჩერება კადრში მოხვდე კაცმა არის და შენ რაღაც privacy თუ რაც პირადი სივრცეს და ძალიან რთულია დაიცვა რა ძალიან მესმის მეც მაგრამ ჩვენ რა ვქნათ ახლა ჩვენ იგივე იყო ბრიუსელშიც და ზუსტად რომ სხვა რამეს ვიღებდი საერთოდ და უბრალოდ მოხდა ვიღაც ტიპი კადრში და ნუ დაინახა რომ გადავიღე მაგ მომენტში და მოვიდა და ეს ტელეფონი დამატო სახეზე და თვითონაც ფოტოებს მიიღებდა მეთქი ოკეი ბოდიში თქო რა ხო ნუ მოკლედ ჯოჯორობით აზიაში ჯერ კიდე ნაცემი არ ვარ და ბევრი კუჩის ფოტოგრაფი ნაცემი ხო მე ვიყავი ტიბეტში
და აი რა ვიცი, აი თითო ჩამოსაცვლელი პორტრეტი თუ არ ჩამოსული, просто ფოტოები არ გადამაღები. ხო, იქ ცოტა ჩაკეტილი ხალხი. არა, ჩაკეტილი, არა, ზოგადად მიდგომა ფოტოების მიმართ გადაღებით. გთვლიან რომ შენ რო ფოტოს იღებ, რაღაც მისი სულის ნაწილი თან მიგაქვს. ხო, ეგ იმაშიც არის, ინდოეთში ვარანაში, რომ არ გაღებინებენ იმას, მაფიასთან გადაიხდე. ხო და მაგიტომ აი იქ ფაქტურად თან ეს ხალხი ძალიან განსხვავდება ტიბეტელები, სხვა ერების, ეს ვიზუალურად ვამბობ რა, მაგალითად ჩაცმულობით თუ აქსესუარებით თუ თმის ვარცხნილობით, აი ყველაფერი ძალიან განსხვავდება. და გინდათ ეს ფაქტურად წარმოგიდგენ ტიბეტში ხარ. აი ეს მზე, ჰაერი, ჟანგბადი აშრობს კანს სხვანაირად და აი ეს გარემო რო გეხატება მთლიანად რა, ხალხს ხედავ ტიბეტია ზედ სახეზე რა, აი რო გინდა რომ გადაიღო და არა და რატო არა, იმიტომ რომ არა, ანუ ამიხსნა რა უნდა იმეჯერა და ის ჩვენს ყავდა თარჯიმანი იმანაც თქვა რომ ეს არა ანუ ესენ თვლიან რომ ანუ სულის ნაწილი მე საერთოდ მეგონა რა მონაგონი და რეალურად ხო გეუბნები ძლივ ჩამო 2 კვირა ვიყავი და მართლა ძალიან ცოტა პორტრეტი მაქვს მე პორტრეტების გადაღება ჩემი ეს არის მთავარი უბრალოდ მაღაზია გამახსენდა სადაც დავდივარ ხოლმე ყველა ქვეყნიდან ერთი ფოტოწიგნი მინიმუმ მომაქვს ხოლმე ანუ რაღაც ადგილობრივი არაპოპულარული რაღაც რაც შემხდება და ну კატმანდუდანაც მეთქი წავიღებ თქო ციგნს შევედი ციგნების მაღაზიაში და ეგ ციგნი ვიპოვე ზუსტად ტიბეტელების პორტრეტების რა სასწაულია რა ანუ ამას რო უყურებ რაღაცა მართლა რაღაც საქმე რა ანუ სხვა სიღრმეა ხო გონება აი იქ რო ეს ჟანგბა ხო თუ ძალიან გამენჭირდა ტიბეტში ალბათ ვეღარ წავალ ვერასდროს იმიტომ ამბობ რომ ფიზიკურად და ჯანმრთელობით ძალიან გამენჭირდა ვერ გავქაჩე არც მაგ იდეალური ჯანმრთელობა მაგრამ თუ გაკ შენ და ხომ მთაში დადიხარ და არა წავიგინე ხა 5400 მეტრზე სიმაღლეზე იყო კარგად ვიყავი 5400-ზე იმიტომ რომ იმის ზევით რომ იქ უკვე ძალიან ცუდად ვიყავი მაგრამ ნუ ისეთ ადგილებში ვარ ამყოფი ხო არა წარმომიდგენია და კეთილი შურით ფშურს აი მე ხო და თაიცი რაღაცა დიახ დადიხარ იფერებ იმიტომ რომ ნუ მართლა ტიბეტი ეს არის რაღაცა ხო ეს მიუღწევი შენ იცი რა აი ვერასდროს ხო რა ფანტაზია ადამიანს ახლა ფოტოგრაფები ვინც ვარ ფანტაზია იცოცხლე წრის თავში ჩემს ცხოვრებაში არ მიფიქრია რომ საერთოდ ვეღირსებოდი კი რა გავლებულიც არ ვქონა შენ შეიძლება ტიბეტში მოხოდრილი ვიყავ ანუ მაგ ფიქრიც შეიძლება რაღაც მე ფიქრობ უამრავ ქვეყანაზე ვფიქრობ ხო რა ავსტრალია ნუ ამერიკაში უკვე ისე ვარ თქვენ საგორსა გვინდა ცოტა მოგბეჟდა იაპონია რა და ტიბეტ არც მიფიქრე და უცბად ერთჩვენიერ დღეს ვიღვიძებ კი არა არ ვიღვიძებ მძინაო და შემხვდა ტური შემხვდა რა და ძალიან მეძინე მარტო დავასქრი შოთე და დავიძინე და ნუ მეთქ ვერ წარმოვიდგენდი რომ ამას მე ვიზავდი და დილით გავიღვიძე და ბიჭო გამახსენდა ეს ჩემი სკრინშოტი შევედი ვიკვლიე და ალბათ ჩემი საუკეთესო გადაწყვეტა რომ აი იმიტომ ეგ არის რა სამყარო გაძლევს ისეთ შესაძლებლობებს და ისეთ მომენტებს რომელსაც შეიძლება ვერასდროს ვერ დაგეგმო აი არ ვიცი ხა გამონათქვამიც არის რომ ერთ ადამიანი რომ ერთ ყვავილს ითხოვ კონდეს და ბუკეტს რო გაძლევს სამყარო აი რაღაცა და ეგ არის რა რანაირად შეიძლება ფოტოგრაფიაზე არ გიждდებოდი იმიტომ რომ თან მოაქვს კი ანუ ამოუწურავია რა ვერ ამოწურავ ამ ყველაფერს და ხო ნუ აი ტიბეტის შეგრძნება ზუსტად ხვდები რაც ხო და ამიტომ მე მგონია რომ ეს მოგზაურობა კიდე ცალკე თემა რომელიც ამოუწურავია იმიტომ რომ ამ მოგზაურობაში ჩვენ თავს სწავლობთ მე ვიცი უკვე ესეთი რაღაცები ჩემ თავზე რაც ადრე მაფიქრიც არ მქონდა ხო სხვათა შორის ეს მოგზაურობაზე სულ ეგ მაქვს რომ ძალიან სახლის ტიპი, ანუ სახლი მიყვარს რა მე რა, სახლში დაბრუნებაზე ვგიჟდები რა, ანუ უკან რომ მოვდივარ, ყოველთვის ნუ საქართველოში სადმე რომ მივდივარ, ნუ აქედან რომ მივდივარ ნელა ვატარებ მანქანას, უკან რომ ბრუნდები ჩქარა ვატარებ მანქანას რა, იმიტომ რომ სახლში დაბრუნება მიყვარს და ზუსტად ეგ მიყვარს ალბათ მოგზაურობაშიც, რომ ამ კომფორტს ვირღვევ რა, ანუ ჩემივე თავის, რომ გავდივარ და რაღაც სხვანაირად უკვე სხვანაირად ვიწყებ ყურებას და აღქმას ამ ყველაფრის და ეგაა ჩემთვის ალბათ მიფიქრია რომ ეგაა ჩემთვის ეს მოგზაურობა რომ ამ ყველაფრიდან გაღწევა რა ეს საინტერესოა რა ხო იმიტომ ალბათ რომ არ გავაღწიოთ რაღაცნაირად ვეღარაფერს ვეღარ დავინახავთ სულ მგონია რომ მარტო ერთ ადგილას რო ვიყო
მქონდა ეგეთი სამსახური, ძალიან ისეთი ბევრისთვის საოცნებო, მაგრამ ჯამში მაინც მე ერთი რუტინა ხდება. ხო, ზუსტად. და როცა დამთავრდა ის სამსახური, რომ გამოვედი, მართლა თითქოს მახსოვს ის დღე, რომ გამოვედი გარეთ, მეთქი, აქ რა ხდება? იქვე, ანუ იმიტომ რომ ეს სამსახური, ეს ერთი და იგივე თემები რაღაც მომენტში ძალიან ქსვავს გალიაში, რაღაცნაირად იშტამპება, რთულია, მე რეცი რა ამაში. მოთხოვნილება აღარ გიჩნდება. ვეღარ ხვდები საერთოდ რა ხდება, ანუ არ ვიცი, ხა მაგათად ხან ტრანსპორტში ავდივარ ძალით მანქანის გარეშე, რომ ვიგრძნო, რომ ტრანსპორტში ხარ თუ რა. იმიტომ რომ აი რაღაც მომენტში უნდა შეცვალო ეს შენი კომფორტული ზონა. ყველა ვარიანტი, თორე სხვანაირად მოწყდები. აი ჩემი პროფესია სტუდია ხო მაგ ფოტო სტუდია და მე ვსუფი ამობხომე რომ მე რო არ მქონდეს, ანუ რო არ თანამშრომლობდეს სხვადასხვა ორგანიზაციებთან გაერო, არ დავდიოდე სხვადასხვა სოფლებში, ხალხს არ ხვდებოდე, რაღაც თემებზე არ მუშაობდე, ადამიანის უფლებები არ მაინტერესებდეს, ბავშვი. აი რაღაცა თემებში არ ვიყო და მარტო ჩემი სტუდიაში მოსული სტუმრებით აღვიქვავდე. ნუ ეგეთი საქართველოს რაღაცნაირად ცოტა მოსაწყენი მგონია. იმიტომ რომ ეს ხალხი ცუდია, ძალიან კარგი ხალხი მოდის, მიამაყება ხოლმე, იმიტომ რომ ეს ქალები რომლებიც ჩვენთან მოდიან გადასაღებად ძალიან ბევრი აქვთ მიღწეული, ძალიან დიდი შრომის ფასადა აქვთ მიღწეული და ვამაყობ ხოლმე, ძალიან გამართულად გავდივარ სახლში რა, მართლა მიამაყება ამდენი წარმატებული თან რაღაცნაირი ადამიანები რომ მოდიან ხოლმე, მაგრამ მაინც მგონია რომ რეგიონში გასვლა, სადღაც სხვა პრობლემებში შესვლა, სხვა რაღაცების დანახვა უფრო განახებს მე ამ ქალების სიძლიერეს და თათო რაღაცა ციკლია რა, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ისე შენთვის არის ეს კარგი რომ უფრო საინტერესო იყოს შენი თავისთვის, გარემო იყოს და თორე შეიძლება ისე მოსაწყენი იყოს. ვიღაც ალბათ არიან ფოტოგრაფი მოწყენი ალბათ არიან. არა, ხვდები ზუსტად რაც წახი და ხო ეგ არა მეც მაგას ვწახდი წეგან რომ დავდივარ, ანუ ამ ხალხის მოსმენა არის ჩემთვის რა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჩემი გოგოს გიждდება ხოლმე რომ აი რანაირად შეგიძლიაო იჯდეო და უსმინო რა, ანუ აი რას ყვებაო შენთვის და აი შეიძლება მიყვებოდეს სოფლის პრობლემებზე რაღაც ის ძროხა არ მოვიდა გუშინ და რატო არ მოვიდა და სად ეძება, მაგრამ აი ეს ვზივარ და უსმენ ხოლმე რა, რაღაცა ანუ აი ეს ჩემი რამდენჯერ მიძებნეთ ეს ძროხა ეგრე? არა, ძალიან გიждები რა მაგაზე, აი ადრენალინი მაქვს მაგ ყველაფერზე რომ ვიჯდე და ვუსმინო და რაღაცა ეგ რომ მაკლია ხოლმე მე რაღაცა მეთქი წავიდეთ ახლა რა ჩავჭდებით წავალ. აუ რა კაია და რა კარგია რომ შედი soulmate-ი გოგო ყავს რომელიც აყოლილი. 100% ხო. ძალიან მაგარია ხო. მიდგას გვერდში ბევრი. მე მყავს გადასარევი ქმარი რომელიც არსად არ დამყვება, მაგრამ ყველგან მივდივარ. არ დამყვება კი არა მასწრებს ხოლმე, აი საკმაოდ მივაპირებ წასვლასკენ და უკვე ჩალაგები. ძალიან მაგარია რა თქმა უნდა, მაგრამ მე რაღაცად მარტო ტიპი ვარ. მიხვდები რომ ესე ძალიან მიყვარს აქტიურობა და ხალხი და ყველაფერი. აი როცა მივდივარ ხოლმე სამოგზაურო თან ზოგადად სამუშაოდ სადღაც გავდივარ რეგიონში და მაინც მარტო ყოფნა რაღაცნაირად მე მისწორდება, იმიტომ რომ ფიქრში ვარ ხოლმე ჩემთვის რა და ეხლა სხვა ადამიანთან მიდიხარ, მაინც უნდა რაღაცა პონჩი აეწყო, ცოტა რაღაცა და ხანდახან გააჩინა რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა მარტო ტიპი ვარ, მოხდა იმის რომ რა შემატყობთ ახლა რა მარტო ტიპი ვარ. არა, ხვდები. ეგ თემა მაგდა ამ ხრი ძალიან გამემართლა რომ ეს ხო, აი მე პირიქით. ჩემი ქმარის სახლშია და მე სულ გარეთ ვარ. ეგ ძალიან საინტერესოა, მე პირიქით, მარტო არასად არ მიყვარს სიარული რა, ანუ რაღაცა იმ თაშიც რო იყო ადრე რო დადია რაღაც რო დავდიოდით და რაღაცა ვიღაცები იყვნენ რომ აი მარტო დადიოდა ამ თაში მიდიოდა რაღაცა, მაგრამ ჩემთვის ეგ სიგიჟე და წარმოუდგენელი იყო რომ ეთქი მარტო რა მინდა რა, ეგ ანა იმიტომ რომ მეშინია რაღაც, აი რა უნდა ვაკეთო თუ არ ველაპარაკე ვინმეს ვინმეს ვარ გაზიარება მაინც ვერბალური. კი, აუ ჩემთვის ეგ ძალიან აუცილებელია და ეხლაც რაღაც გადაღებებს ნუ მარტო რომ არ მინდა ხოლმე წასვლა ხოლმე ჩემ გოგოს წამოვყევი რაღაც, იმიტომ რომ აი სულ გაზიარებაში ვიყო და სულ რაღაცა ეს დიალოგი მქონდეს რა. ძალიან რთულია ჩემთვის მარტო რა. აუ ერკლე ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩემთან, ძალიან მაგარი რაღაცა ვაპარაკე. ამ ყველაფერს კიდე დაედება შენი ფოტოები ლამაზად ყოფა და მე მინდა რომ გაიცნოთ ერეკლე ჩვენი ფოტოგრაფი. ძალიან დიდი მადლობა. და ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ამ სფეროში, რომ ემსახურებთ თუ გემსახურებთ როგორც არის ეს სფერო და ყოველივე წარმატებაში და ველოდებით ახალ კონცეპტუალურ პროექტებს და არა მხოლოდ. მადლობა ძალიან დიდი დაპატიჟებისთვის და ძალიან მიხარია რომ ეს ყველაფერი კეთდება და რაღაც ფოტოგრაფებსაც აქვს საშუალება რომ ისაუბრონ. ხო, მადლობა დიდი. არ დაგავიწყოთ გამოეწეროთ ჩემი არხი. აბა თქვენ იცით.